გამარჯობა, როგორ ხართ მეგობრებო? რა ასაკში აღმოაჩინეთ, რომ პასკა შეიძლება იყოს გემრიელი? ჩემს ბავშვობაში არ არსებობდა გემრიელი პასკა. რაღაცნაირი პური იყო, უბრალოდ პური, რომელიც მეორე დღეს ქვასავით იყო. და მეგონა რომ სანთლის ჩასარჭობად გვჭირდებოდა სასაფლაოზე, ეგ იყო დანიშნულება. ჭამა არც მიფიქრია. წლების შემდეგ ერთ დღეს გავიღვიძეთ ქვეყანამ და გემრიელია. შოკოლადით, ცუკატებით, ქეშმეში, ხაშლამით. თავს კი არ ვიმართლებ, კიდევ უფრო გასუქებული რომ დაგიბრუნდით. უბრალოდ ხო, კაი, ვიმართლებ. მაგრამ მართლა გააგემრიელეს, კაიგე? თლა მარტო ჩემბრალიც არ არის. არ ვიცოდი ეგ თუ ასე ხდებოდა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველი ქართული დაპირისპირება შედგა. ლივერპული პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ მამარდა versus კვარა. პარი სენ-ჟერმენი დამაჯერებლად მშვიდად გავიდა შემდეგ ეტაპზე, გასვლა სახლი მოუგო. განსაკუთრებით ემოციური იყო პარიზული შეხვედრა. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ქართველი, პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ქართველი, ლივერპულის შემადგენლობაში საუკეთესო იყო ქართველი. იდეალური მომენტი იყო იბერიის გასაბრწყინებლად. აი მან დრო გავბრწყინებულიყავით. ფანჯარაშიც კი გავიხედე მაგ დროს მეთქი, ქენი რამე. მაგრამ როგორ ჩანს, სანამ მინიმუმ 50,000 გამომწერზე არავალთ, იბერიის გაბრწყინებას არ უნდა ველოდოთ. ამიტომ გამოიწერეთ უჯარიმოდ და ლაიქეთ ვიდეო, ზარის ღილაკი ჩართეთ. ზარის ღილაკი ყველაზე მნიშვნელოვანია. გააქტიურებული თუ არ გექნებათ, შეიძლება ვერც გაიგოთ, რომ გავბრწყინდით. არ მოგივიდეს ნოტიფიკაცია და ამდენი საუკუნე ელოდე და პირველად ისტორიაში დედამიწის საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება არ არის ქართველი, მაგრამ რომ ვთქვა ქართველია მეთქი, ვერავინ დამცინებს. კამათში ჩავითრევ ნებისმიერს და გარკვეული არგუმენტებიც იქნება ჩემს სასარგებლოდ. ამ თემაზე კამათი რომ შეგიძლია, უკვე ძალიან მაგარია. თან ახლა წარმოიდგინე, რომ აი თქვათ ვიღაც ესპანელს ვეკამათები, რომ ის მეუბნება რომ იამალია, მეუბნები რომ კვარაა. ეხლა შეიძლება ბოლოს დაუმარცხდე დებატში, მაგრამ სრულფასოვანი დებატი ხო შედგება რა, ანუ არაფერი არ იქნება ისა უცნაური. ჩვეულებრივი დებატი იქნება. აი მაგ დონემდე რომ მივედით უკვე რომ ეტაპზე შეიძლება უპირატესობა იმხელა კონდეს რომ თან შორს არ მგონია ის დღე, როცა ოქროს ბურთზე გავიწევთ. მსოფლიო ჩემპიონატის წელი რო არ იყოს, წელსვე შეიძლებოდა რაღაცების დაგეგმვა. მაგრამ არა უშავს. წინ ბევრი ისეთი წელი იქნება, როცა მსოფლიო ჩემპიონატი არ ტარდება. შემდეგ 10 წელიწადში 8 წელი იქნება ეგეთი. დაგასპოილერეთ ეხა, მაპატიეთ სპოილერისთვის. სპორტში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სტატისტიკას. სამართლიანად ჩემი აზრით, სტატისტიკა არის უმნიშვნელოვანეს. მოდი სტატისტიკის დახმარებით ვნახოთ, რა სიმაღლეზე ავიდა უკვე ხვიჩა. ხვიჩას ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 12 საგოლე პასი დაუგროვდა და გაასწრო რონალდინიოს. მოდი კარგად გავიაზროთ ეს წინადადება. ხვიჩა 25 წლისაა. პრაიმი დაახლოებით 5 წელიწადში ექნება კარიერაში და უკვე რონალდინიოზე მეტი საგოლე გადაცემა აქვს ჩემპიონთა ლიგაზე. თან ახლა სტატისტიკაცაა და სტატისტიკაც. გოლები და პასები არის მთავარი სტატისტიკა ფეხბურთში. ეს ხო არა რაღაცა თითიდან გამოწვეული სტატისტიკა NBA-ში რო იციან ხოლმე, რომ აი თემური გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც სკამიდან 20 ქულა 10 მოხსნა და 5 პასი დააგროვა ბზობას. ისე და შენს რო ჯორდანს ბზობას 25 ქულა არჩა. ხო ხდები და მაგეებს რო ეგეთი სტატისტიკა ხო არ არის? არა,
ეს არის მაგარი სტატისტიკა რა. საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე, ყველაზე მაგარ ტურნირზე და ამ ტურნირის მეორე ყველაზე მნიშვნელოვან მონაცემზე, საგოლე პასებზე. მოკლედ, ასისტებით ხვიჩამ გაასწრო რონალდინიოს და დაეწია ჯერარდს. წელსვე შეიძლება ბეკჰემთან გათანაბრება, რისთვისაც 2 ასისტია საჭირო. მაგრამ მე უკვე აღარ მაინტერესებს რონალდინიოები და ბეკჰემები და დღეიდან სამიზნედ სახავ მესის და რონალდუს. დიახ. აი ესენი გავიარეთ ეხა რონალდინიო, ჯერარდები და ისე გასაგებია. დღეიდან სულ სხვა მიზანს გთავაზობთ მეგობრებო. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტი საგოლე პასი აქვს რონალდუს 42. მეორეზეა დი მარია 41 და მესამეზეა მესი 40. ხოლოდ ჯანმრთელობას უსურვებ კვარას და დანარჩენი დროის საკითხია. სეზონში საშუალოდ 3 ასისტი რო გააკეთოს 35 წლის ასაკში გაუსწრებს მესი რონალდუს და რავი ახლა მერე წამოვიდეს საქართველოს ჩემპიონატში. იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატი ჩვენი სტარები რაღაც მომენტში უნდა უეჭველი უნდა დავაბრუნოთ. იმიტომ რომ ძალიან უხერხულია ჩემპიონთა ლიგა რო გაქვს მოგებული და საქართველოს ჩემპიონატი არა. საქართველოს ჩემპიონატი ძალიან ჩათლახი ტურნირია. ნუ იცინით თქვენ. კვარას 33 მატჩი აქვს საქართველოს ჩემპიონატში და 12 გოლი. ლიგაზე აქვს 39 თამაში და 13 გოლი. აი უფრო უჭირს, ხო? საშუალოდ ერთ მატჩში თითქმის თანაბარი შედეგიანობა აქვს ჩემპიონთა ლიგასა და საქართველოს ჩემპიონატში. ჩელსის ხვდება თუ შუქურას. ხვიჩასთვის კი არა აქვს დიდი მნიშვნელობა. მეცაც გეტყვი, ჩელსისთან 3 გოლი აქვს კვარას და შუქურასთან 1. ამიტომ მესი რონალდუს რო გავუგსწრებთ, მერე ეროვნულ ლიგაში უნდა დავაბრუნოთ ხვიჩა და აქაური ტიტულებითაც შევავსოთ სივი. რაც შეეხება გოლებს, აქ ცოტა რთულადაა საქმე. ჩემპიონთა ლიგაზე რონალდუს აქვს 141 გოლი და 129 მესის. გოლებში ძალიან საქონლები არიან ესენი. ამიტომ არაფერსაც არ გამოურიცხავ. თუმცა ჩვენ დღეის მდგომარეობით ასისტებს მივაწვეთ და გოლებზე საუბარს დავუბრუნდეთ დაახლოებით 3 წელიწადში. 3 წლის თავზე 50 გოლზე თუ იქნება ხვიჩა, მერე ამოვიღოთ კალკულატორი და დავთვალოთ შემდეგ სეზონებში საშუალოდ რამდენი გოლი უნდა გავიტანოთ და როგორ რო ეგ სტატისტიკაც წამოვიღოთ, მაგრამ მე დავსახე მიზნად ასისტები. რონალდუს გოლებზე გამახსენდა. როგორც ვიცით, რონალდუ აპირებს კარიერაში 1000 გოლი გაიტანოს და აუცილებლად გაიტანს, მე გაძლევთ პირობას. ერთ მშვენიერ დღეს, ცოტა ხნის წინ, დაიწყო დებატი, რამდენი გოლი აქვს რონალდუს და რამდენი დარჩა. წაგიკითხავთ სათაურს. 967 თუ 961. კრისტიანო რონალდუს გოლების რაოდენობა კამაც იწევს. ეს არის სათაური. ორად გაიყო სამყარო. ნაწილი ამტკიცებს, რომ 967 გოლი აქვს რონალდუს, ნაწილი ფიქრობს კი 961. ეს არის ყველაზე უცნაური კამათი სპორტის ისტორიაში. როგორ შეიძლება საკამათო იყოს 67 თუ 61? გასაგები იქნებოდა 1 ან 2 გოლი რო იყოს საკამათო. 61 თუ 60? 61 თუ 62? 67 თუ 66? 967 თუ 961 რა უბედურება ხალხო. ერთი გოლი არ ხო, აი, ერთი გოლი არ ჩაუთვალო, ოკეი. ორიც ჯანდაბას არ 6 გოლი არ 6 გოლი არ ჩაუთვალო რა არის? აჩი არველაძეს ნაკრებში აქვს 6 გოლი. არც ერთი რო არ ჩაუთვალოთ, ეხა ხო გაგიჟდება კაცი. 6 თუ 0, რამდენი გოლი აქვს აჩის საქართველოს ნაკრებში? ეგეთი ნიუსი
აი, ხო შეიძლება რომ აი 6 თუ 5 აი ის ამხანაგურში ის არ ითვლება ის ამხანაგური რაღაცა ხო შეიძლება, მაგრამ 6 თუ 0 რა. ჩავეძიე რონალდუს ამბავს, საიდან გაუპრობლემდა ეს 6 გოლი. 6 გოლიანი სხვაობა უკავშირდება რონალდუს გამოსვლას 2023 წლის არაბულ ჩემპიონთა თასზე. ამ ტურნირს FIFA ოფიციალურად არ მიიჩნევს, ანუ ოფიციალურ ტურნირად მიიჩნევს წინა სასეზონო მოსამზადებელ ტურნირად. აი ასე განიხილავს. და მანდ გატანილი 6 გოლი არ ითვლებაო. ერთ ტურნირს არ უთვლიან ტიპს. ტურნირი, რომელიც 45 წლის წინ დაარსდა, რომელშიც მონაწილეობენ არაბული ქვეყნების ტოპ კლუბები და ტურნირის გამარჯვებული იგებს $6 მილიონ და ხოცავენ ერთმანეთს. და მანდ გატანილ გოლებს არ უცვლიან. არავინ ნაწყენი რო არ დარჩეს, მეგობრებო, პირობას გაძლევთ, რონალდუ 1006 გოლამდე წავა და 1000 გოლი აქვს თუ არა კარიერაში, ეგ საკამათო არ იქნება. იკამათეთ 1006 აქვს თუ 1000. ამაზე, ანუ ძალიან დიდ ხანს რო არ გაგრძელდეს ეს ჩხუბი, მე გაძლევთ პირობას, რომ 1006 გოლამდე წავა. ყველაზე უცნაური არის ის, რომ ამ თემაზე დებატი წამოიწყო პორტუგალიურმა გაზეთმა აბოლამ. ანუ პორტუგალიურმა გაზეთმა ჩამოაკლო რონალდუს 6 გოლი. ისევ შინაური თუ გაგიკეთებს ამას. მე ნიუსი რო ვნახე, მეგონა რა რაღაცა მესის ვიღაცა გიჟმა ფანებმა გადათვალეს, გადმოთვალეს, რაღაცა ეგეთი მეგონა. თურმე ძმა კაცებმა. ისტორიული მომენტი სოფლიო ფეხბურთში. პირველად ისტორიაში ტოპ ლიგაში საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი იქნება ქალი. ეგეთი საინტერესო ამბავი. უნიონ ბერლინს სეზონის ბოლომდე მარი ლუიზ ეტა უხემძღვანელებს. 34 წლის სპეციალისტი, ბოლოს უნიონის 19 წლამდელთა გუნდს წვრთნიდა, ადრე ფეხბურთელი იყო და ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე უნიონს ბუნდესლიგაში დარჩენა განაღდებული არ აქვს, 7 ქულით უსწრებს გასავარ ზონას. ანუ მარი ლუიზ ეტა ძალიან მნიშვნელოვან თამაშებში უხემძღვანელებს გუნდს, აი, კრიტიკულად მნიშვნელოვან თამაშებში. თურ პერიოდში ჩაიბა. უკვე უამრავი სექსისტური ხუმრობა ითქვა და დაიწერა ამ თემაზე. ვინმემ რო არ თქვას ჩემზე, რომ ამას ხებზე უკეთესი გონია თავიო, მეც შევერთები ქაჯების რიგებს და ერთ ხუმრობას ერთ ხუმრობას მეც შემოგთავაზებთ. მე მაქვს ესეთი სიტუაცია. მე მაქვს კავენის ენაზე რო ვთქვა სიტუაცია. მწვრთნელო, ძალიან გვიტევს ბაიერნი, რა ვქნათ? რაც გინდათ ისკენით. სერიოზულად კი ძალიან კარგი იქნება თუ კი მარი ლეტა წარმატებით უხემძღვანელებს გუნდს. ეს უამრავი ბავშვისთვის იქნება ინსპირაცია და დროთა განმავლობაში მეტი ქალი მოხდება სპორტის ინდუსტრიაში. YouTube-ზე ვისაც კი ჩენელი აქვს სპორტის შესახებ, ყველა წუწუნებს, რომ გამომწერების 90% არის მამაკაცი. რამდენი კაცი გამომწერის გყავს? ერთი მაგდენი ქალი რო დაგვემატოს, ხო იქნება მაგარი. ამისთვის საჭიროა მეტი ქალი სპორტში. ადამიანობას რო თავი დავანებოთ, მხოლოდ ეკონომიკურად შევხედოთ საკითხს, გვაწყობს გენდერული თანასწორობა. კაია, მეტი მაყუთია თანასწორობაში. მე შემეძლო ხა ადამიანის უფლებების ჭრილში დამესაბუთებინა ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც მერკანტილურად გაწყობს თუ არ გაწყობს? კაცობრიობას ეგენა უფრო უკეთესმის, ვიდრე ისა, რა ქვია, ადამიანობა. კიდევ ერთი ისტორიული ამბავი გვაქვს სპორტის ინდუსტრიიდან. NBA-ის 24 წლის მოთამაშემ ჯეიდენ აივიმ, რომელიც ჩიკაგო ბულსის მსროლელია, კარიერა დაასრულა და მღვდლობას იწყებს. ცუდი მოთამაში არ გეგონოთ, ეს კაცი დრაფტზე მეხუთე ნომრად არის არჩეული, 10 მილიონი დოლარი აქვს წლიური ხელფასი NBA-ში. მღვდლობით ამდენს ნაღდათ ვერ იშოვის, ნუ საწყის ეტაპზე. შენზია უკვე ყველაფერი.
მაგრამ აქ ეხა სერიოზულად რო ვთქვა, ფინანსები არაფერ შუაშია. მოკლე ისტორია ასეთია, ძალიან მოკლე ისტორია, დეტალებში არ ჩავსვარ. ამ კალათბურთელმა გააკეთა ჰომოფობიური განცხადებები, ყველამ დააკენსელა, ცოლიც კი აღარ ელაპარაკებოდა და ბოლოს მღვდლობა გადაწყვიტა. ეს არის მოკლე ამბავი რა, რომ თქვა რაღაცა ჰომოფობიური, ყველამ გადაუარა და წავიდა მღვდლობაში. რა გითხრათ ეხლა მე რა კომენტარი გავაკეთო? ჩემი აზრით ეს სამყარო არ მომწონს. მაგრამ სამწუხაროდ უკეთესიც ვერ ვნახე ვერაფერი. ამიტომ წარმატებას უსურვებ ყველა კომპანიას, რომელიც კოსმოსის ათვისებაზე მუშაობს და იმედია ოდესმე წავალ აქედან. ახლა კი გამარჯვებულები. ეგრე პოზიტიურ წეხან დედამიწიდან მივდიოდი და ეხლა გამარჯვებულები. ნახოთ ვინ მოიგო ბუდუს მაისური. ჩვენო რენდომაიზერო გამოავლინე გამარჯვებული. ჩვენ იცით რომ ორნაირად ვავლეთ გამარჯვებულს, ერთს რენდომაიზერი ავლეს, ეს მე. აბა რენდომაიზერო გამარჯვებული კომენტარი ნიკა AGD მიშამ შვილდაძეს მაგონებ ოღონ სპორტულ ვარიანტს და ცოტა მეტად ობიექტურს. ესეთი კომენტარი არის. ესეთი კომენტარი არის. გამიხარდეს თუ მეწყინოს. იმიტომ რომ იქ ობიექტურობაში ჩემი წვლილიც არის და არა, აქ ვარ ობიექტური, იქ სუბიექტური. მოგწერე Facebook-ზე შენი საკონტაქტო ინფორმაცია და გამოუშვებთ მაისურს. რაც შეეხება მეორე გამარჯვებულს, რომელიც არის რეალურად არა გამარჯვებული, არამედ შანსი რომ გახდეს ძალიან გამარჯვებული. ანუ ვისი კომენტარი გადავიდა თავარ გათამაშებაში. აქ ჩვენ ვართ სუბიექტურები და სუბიექტურად ამოვარჩიეთ ესეთი კომენტარი. გიო ლუხუტაშვილი. თუ ვერც რენდომაიზერით და ვერც სუბიექტური ფაქტორით ვერ მოხვდი, მოდი ვიფიქროთ 5 ლიტრი ხვანჭკარით. ეს კომენტარი სიმართლე გითხრათ მოხდა გამარჯვებულებში პატიკოს ზეწოლით. დიდი ზეწოლით იყო სერიოზული ზეწოლა, ემბარგო და ასე შემდეგ, მთელი ამბები და მოკლედ ეხა პატიკოსაც ეკუთვნის. კი, წავიდა საერთოდ. ამიტომ ჩვენი მეგობრების აზრით უნდა მარტო ჩემი აზრით ვერ უწყვეტ რაღაცებს. გარკვეულ ზეწოლას ვექვემდებარებით. მაგრამ პატიკოს ზეწოლის კვოტა უკვე შევსებული. რაც შეეხება ახალ გათამაშებს. არა, მე გამიკვირდა შენგან, იმიტომ 10 რო ეთქვა. ეგ სხვა ბაზა 5-ზე თუ დაიკერებოდი არ მეგონა. რაც შეეხება ახალ გათამაშებას, ანუ დღევანდელ ეპიზოდს რაც შეეხება. ცოტა მრავალფეროვნებისთვის. მოდი ახალი რაღაც შემოვიტანოთ გასათამაშებლად. მე ვესაუბრებ, მე როგორც ისეთ ბიზნესის ცნობილი დამტერორებელი ვარ და ვესაუბრე კროკო შოპს და ამ ეპიზოდზე 100 ლარიანი ვაუჩერი იქნება და რაც გაგიხარდებათ დაწერეთ კომენტარებში და რენდომაიზერი გადაწყვეტს და იქ უამრავ რაღაცას შეიძენთ დაწყებული, რა ვიცი, ქანჩიდან დამთავრებული ტელევიზორამდე თუ კი რამე შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, ყველაფერი შეგიძლიათ იყიდოთ ამ გამოიყენოთ ეს ვაუჩერი მოკლედ. სხვა რა გითხრათ მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის, არხი გამოიწერეთ. ვიდეო დაალაიქეთ, ზარის გულაკზე გახსოვთ რა გითხარით ხო? და შევხვდებით მალე. ბოდოგლიმტის მაისურზე მუშაობს 3-4 ხაზი. რამდენიმე ადამიანი მუშაობს. ზოგი ნორვეგიაშიც კი. მართლა. და არის ამერიკის ხაზიც. აი, მას დაველოდოთ. წლის ბოლომდე არის დრო. დროებით.